ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი წარმოგიდგენთ. საქართველოს ისტორიის გაკვეთილები. წლის 20 მაისს, გამთენიისას, დღევანდელი ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს ჰიმნი დიდება ისმოდა. სამშობლოსთვის თავდადებული 15 ქართველი სიმღერით ეგებებოდა სიკვდილს. დახვრეტის წინ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ყოფილმა გენერალმა ვარდენ წულუკიძემ ამ სიტყვებით მიმართა რუს ჯალათებს. სიკვდილით ვერ შეგვეშინებთ. ჩვენი სიკვდილი საქართველოს გათავისუფლების დავდებია. იგი გაასალკლდევებს არის სიმტკიცეს, 1000-ად განამრავლებს მებრძოლთ. გადაეცით, რომ ჩვენ დავიხოცეთ, ვით ქართველ მამულიშვილებს შეჰპერით. 1921 წლის თებერვალს საბჭოთა რუსეთის ჯარები რამდენიმე მხრიდან შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე. მოკავშირეების გარეშე ბედის ანაბარად მიტოვებულმა ქართველობამ გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწია კბილებამდე შეიარაღებულ კოლოსალურ ჯარებს. თბილისისთვის გამართულ ბრძოლებში ქართველებმა ყოველი რუსული შემოტევა მოიგერიეს. გმირულად იბრძოდნენ იუნკერები, გვარდიელები, ჯარისკაცები, რომლებიც ზოგჯერ ხელჩართულ ბრძოლაზეც კი გადადიოდნენ. საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვანი წარმატებები მოიპოვა, მაგრამ რუსთა ჯარებს ყველა ფრონტზე ახალი დივიზიები ემატებოდა. ქართული ჯარის რეზერვები კი იწურებოდა. საბოლოოდ 1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმია თბილისში შემოვიდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამწლიანი არსებობა დასრულდა, მაგრამ არ დასრულებულა ქართველი ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ქვეყანაში გაუსაძლისი მდგომარეობა შეიქმნა. დევნიდნენ, ხვრეტდნენ, ასახლებდნენ საუკეთესო მამულიშვილებს, შეურაცხყოფდნენ სიწმინდეებს, ანგრევდნენ ეკლესიებს, აწიოკებდნენ მოსახლეობას. ქართველი ერის უკმაყოფილებამ პიკს მიაღწია. საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა დაიწყო. ეს ბრძოლა 1921-1924 წლებში მიმდინარეობდა და ქართველი ხალხის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ერთ-ერთ საუკეთესო ეტაპად იქცა. 1921 წლის შემოდგომაზე სვანეთში აჯანყება მიფეთქა. ამბოხებულებმა დაამხეს რევკომის ხელისუფლება. მათი წარმომადგენლები და რუსული ჯარის ნაწილები სვანეთიდან განდევნეს. აჯანყებულებმა ხელში ჩაიგდეს დიდძალი იარაღი და დაიწყეს მოსახლეობის ხაზზე დაფიცება. ამბოხებაში მოპოვებული წარმატებების შემდეგ აჯანყებული სვანების რიცხვმა იმატა. სულ მოკლე დროში მათი რაოდენობა 1500 მეომარს აღემატებოდა. საბჭოთა ხელისუფლებამ აჯანყების ჩასახშობად სვანეთში სადამშელო ჯარი გააგზავნა, მაგრამ სვანებმა ისინი დაამარცხეს და უკან განდევნეს. მეორე წლის გაზაფხულისთვის სადამშელო ოპერაცია გაგრძელდა. მიუხედავად სვანთა შეიარაღებული წინააღმდეგობებისა, დახმარების გარეშე დარჩენილი აჯანყება ჩაახშეს. სვანეთის აჯანყება იყო პირველი სახალხო შეიარაღებული გამოსვლა არსებული რეჟიმის წინააღმდეგ. ხელისუფლებამ ვერ გაანელა დამოუკიდებლობის სურვილი ხალხში. პირიქით, ბიძგი მიცა ქვეყანაში ეროვნული მოძრაობის გააქტიურებას. მალე აჯანყებების ქარცეცხლი მოედო გურიას, სამეგრელოს, კახეთსა და ხევსურეთს. ამ ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი ქაქუცა ჩოლოყაშვილი იყო. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის დროს ის ყველა ომში მონაწილეობდა. ებრძოდა თურქებს, სომხებს, ბოლშევიკებს, დენიკინსა და მის მომხრეებს. იბრძოდა ცნობილი ქართველი გენერლების, გიორგი მაზნიაშვილის, გიორგი კვინიტაძის, ვარდენ წულუკიძის და სხვათა გვერდით. 1921 წელს ეროვნული კატასტროფის დროს ის ქვეყანაში დარჩა. შეფით სულთარაზმი ჩამოაყალიბა და ქვეყნის განთავისუფლებისათვის ბრძოლა განაახლა. 1922 წელს სწორედ მისი მოთავეობით აჯანყდა ხევსურეთი. ქაქუცა შეფით სულთარაზმმა რამდენჯერმე სძლია სახელისუფლო ძალებს, მალე ჩოლოყაშვილმა რუსების დიდი შეტევაც მოიგერია და დიდი ზარალიც მიაყენა. თუმცა თბილისში რუსებმა დამხმარე ძალა მიიღეს და განახლებული რაზმებით კონტრშეტევაზე გადავიდნენ. მათ დაამარცხეს აჯანყებულთა არმია. ქაქუცა ჩოლოყაშვილი იძულებული გახდა შეფიცულთა რაზმით უკან დახეულიყო. მალე ბოლშევიკები ხევსურეთში შევიდნენ. რუსებმა არაადამიანური სისასტიკით დაიწყეს ადგილობრივი მოსახლეობის დარბევა და აწიოკება. 1922 წლის აჯანყება მარცხით დასრულდა.
ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ სასტიკი რეპრესიები წამოიწყო, რათა მოსახლეობას ახალი შეიარაღებული გამოსვლის სურვილი აღარ გასჩენოდა. თუმცა ქართველი ერის წინააღმდეგობა ამით არ შეჩერებულა. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ლოკალური ამბოხებების წარუმატებლობის მიუხედავად, ქართველებმა ახალი აჯანყებისთვის მზადება დაიწყეს. განსხვავებით წინა ამბოხებებისა, ახალი აჯანყება მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმებოდა. ეს იქნებოდა სახალხო, საყოველთაო შეიარაღებული გამოსვლა, ქართველთა წინააღმდეგობის კულმინაცია, რომელიც გამარჯვებით და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღდგენით უნდა დასრულებულიყო. 1923 წელს ჩატარდა სამხედრო საიდუმლო ყრილობა. აქ მოწონებულ იქნა აჯანყების საერთო გეზი, დამუშავდა და დაზუსტდა მისი მოსამზადებელი სამუშაოების ფორმები და მეთოდები. კვლავ გააქტიურდნენ ემიგრაციაში მყოფი ყოფილი მთავრობის წევრები. მათი აზრით, ეს უნდა ყოფილიყო ერთიანი კავკასიური ამბოხი, საზოგადო მოღვაწეები, სასულიერო პირები, ყოფილი სამხედროები, ამ იდეის ირგვლივ გაერთიანდნენ. ყველას და განსაკუთრებით უბრალო ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლა სწყუროდა. საბჭოთა ხელისუფლება და მისი სპეცსამსახური ყველაფერს აკეთებდა ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ჩასახშობად. აგენტურის წყალობით ხელისუფლებას ჰქონდა გარკვეული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში დიდი აჯანყება მზადდებოდა, თუმცა ზუსტი გეგმები მათთვის უცნობი იყო. მალე ბოლშევიკებმა მორიგი რეპრესიები წამოიწყეს. ამჯერად მათი სამიზნე ქართველი სამხედრო ინტელიგენცია იყო. ქართველი სამხედროები დააპატიმრეს, გაასამართლეს ანტისაბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის და სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა მიუსაჯეს. დახვრეტილთა შორის იყვნენ ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, ვარდენ წულუკიძე, გიორგი ხიმშიაშვილი, სიმონ ბაგრატიონ მუხრანელი, ალექსანდრე მაჭავარიანი და სხვა სახელგანთქმული ქართველი სამხედროები. დახვრეტილთა შორის ასევე იყო საქართველოს ეროვნული გმირი კოტე აფხაზი. ერთ-ერთმა საარქივო დოკუმენტმა შემოგვინახა მისი უკანასკნელი სიტყვები. მე ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი საქართველოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა. ჩემი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს. უმკაცრესი რეპრესიული რეჟიმის მიუხედავად, ეროვნული ძალები ცდილობდნენ ორგანიზებას საყოველთაო აჯანყების თარიღად 1924 წლის 28 აგვისტო დაინიშნა. აჯანყებამდე ერთი საბედისწერო შეცდომა მოხდა. ჭიათურაში აჯანყებამ დათქმულ დრომდე ერთი დღით ადრე იფეთქა, რამაც უარყოფითად იმოქმედა მის შემდგომ მსვლელობაზე. მეორე დღეს აჯანყებამ თითქმის მთელი საქართველო მოიცვა. ქართველებმა აიღეს საჩხერე, ვანი, სამტრედია, ბაღდათი, სენაკი, აბაშა, მარტვილი, ძალენჯიხა, ზუგდიდი, ჩოხატაური და სხვა ქალაქები. საბჭოთა მარწუხებისაგან მთლიანად გაიწმინდა სვანეთი, სამეგრელო და გურია. გაგუცა ჩოლოყაშვილის რაზმმა აიღო მანგლისი, დუშეთი. გაიმარჯვა სვიმონიანთ ხევსა და ხევგრძელას ბრძოლებში. აჯანყებულებმა მნიშვნელოვანი წარმატებები მოიპოვეს, თუმცა ეს არ იყო საკმარისი. ამბოხების თარიღის ნაადრევად გამჟღავნებამ ხელისუფლებას შესაძლებლობა მიეცა სასწრაფოდ მიემართა კონტრზომებისთვის. კომუნისტებმა გააძლიერეს თბილისსა და ქუთაისის გარნიზონი. რუსეთიდან ახალი საჯარისო ნაწილები მოიხმეს, რამაც ძალთა თანაფარდობა კიდევ უფრო შეცვალა. საბოლოოდ ამბოხება წარუმატებლად დასრულდა. საბჭოთა ხელისუფლება სასტიკად გაუსწორდა აჯანყების მონაწილეებს. ოფიციალური ინფორმაციით დახვრიტეს 800-მდე ადამიანი, თუმცა რეალურად დახვრეტილთა რაოდენობამ 5000 ადამიანს გადააჭარბა. სასტიკი რეპრესიები დაატყდა თავს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ქართველებს. აჯანყების ჩახშობას მოჰყვა რეპრესიებისა და წითელი ტერორის რამდენიმე ტალღა, რამაც საერთო ჯამში 60,000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მას შემდეგ, რაც საქართველოში 1924 წლის აჯანყება მოხდა, საბჭოთა ხელისუფლებისთვის ახალი მისია წამოიჭრა. ქართველებში უნდა წაშლილიყო 1924 წელი, როგორც ანტიბოლშევიკური ეროვნული გამოსვლა. საბჭოთა ხელისუფლებამ ნაცად ხერხს მიმართა და საკითხს დაბუდაადო. ის ეგრეთ წოდებულ აკრძალულ თემათა რიცხვს მიეკუთვნა. ქართველი ხალხის მიერ განოლილი ხანგრძლივი ისტორიული გზა სავსეა უცხოელ დაპყრობლებთან ბრძოლისა და თავგანწირვის მაგალითებით. ხშირად ეს ბრძოლა იმდენად უთანასწორო პირობებში მიმდინარეობდა, რომ წინასწარვე განწირული იყო დასამარცხებლად. ამგვარი გმირული სულისკვეთების მაგალითები ასაზრდოებდა და აწრთობდა ქართველთა თაობებს.
ყველაზე რთულ პირობებშიც კი მათ თავისუფლებისათვის ბრძოლის გაგრძელება შთააგონებდა. ერთ-ერთი ამგვარი უკომპრომისო და თავგანწირვით გამორჩეული იყო 1921-1924 წლების ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ეტაპი, როდესაც ერის საუკეთესო შვილები ბოლშევიკურ რეჟიმს დაუპირისპირდნენ და თავი გადასდეს ქართული სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად.